მეგობრებო, დღეს სომხეთში ისტორიული არჩევნები იმართება, რომელთაც რუსულ ურდოს კუბოში ჩაეჭედება კიდევ ერთი დიდი ლუსმანი და ეს იქნება გადადგმული ნაბიჯი რუსული ურდოს კავკასიიდან გასაგველად. ანუ რუსეთი დაკარგავს სომხეთსაც, უკვე დაკარგული აქვს აზერბაიჯანი და ბოლო, ასე ვთქვათ, გაჩერება იქნება საქართველოს, საიდანაც ასევე გაიგუება ურდო. ამდენად დღეს ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ეს დღე. ფაშინიანი დიდი უპირატესობით უგებს უახლოეს კონკურენტს კოჩარიანის პრორუსულ პარტიას და არათუ გაიმარჯვებს, არამედ ჩვენ ველითო საკონსტიტუციო უმრავლესობასაც მოიპოვებს, ანუ სრული კართ ბლანში ექნება. ხო და 22 საათზე პარლამენტის წინ დღეს ისედაც იქნება ხალხი, მაგრამ უფრო მეტი უნდა მივიდეთ და გამართოთ ზეიმი, მიულოცოთ სომეხ ხალხს და ეს ვიცოდეთ, რომ არა მარტო სომეხი ხალხის გამარჯვებაა, როგორც ასეთი, ეს საქართველოს გამარჯვება არის. ფაშინიანის პარტიის გამარჯვება ერევანში, სომხეთში ნიშნავს საქართველოს გადასარჩენად მიღწეულ შედეგს, რადგან სომხეთის ევროკავშირის კურსი ნიშნავს, რომ ჩვენს ყურადღებას უფრო მეტად მოგვაქცევენ, უფრო სწორედ ჩვენ ვიქნებით უკვე ბოლო ნაბიჯი, რომ მთლიანი კავკასია გახდეს შეერთებული შტატებისა და ევროპის სტრატეგიული პარტნიორი და აქედან საბოლოოდ გაიგოს რუსეთი. ანუ იმარჯვებს სომხეთი, იმარჯვებს საქართველო. ეს ის შემთხვევა არის, როცა ჩვენ ერთ ნავში ვზივართ. იმ ნავში, საიდანაც რუსეთი უნდა განიდევნოს და აღარასოდეს აღარ დაბრუნდეს. სომხეთი ამ წარმატებით არა უბრალოდ ფაშინიანის პარტიას გაახელისუფლებს, არამედ მოიპოვებს გზას და ხსნილი იქნება მისთვის ათობით მილიარდი დოლარის და ევროს ინვესტიციები, საჩუქრები და ასე შემდეგ. იმიტომ სომხეთისთვის ეს ტრამპის დერეფანი, ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანი არის სიცოცხლის გზა. ეს არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის გზა, ეს არის დაცულობის გზა, ეს არის უზარმაზარი ინვესტიციების გზა. 22 საათზე პარლამენტის წინ ვიკრიბებით, გააზიარეთ ეს ფოტო და ვიდეო და ბევრი ადამიანი მივიდეთ იქ.